დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესულებინა საღმრთო ლიტურგია და ვზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლის აღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღევანდელი დღე არის შობის შემდგომი კვირიაკე და მოუწია 31 კვირიაკე სულთმოფენობიდან. დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ჩვენ ერთი რამე უნდა გულისხმოვყოთ. რაც კი წმინდა წერილში ხდება, ეს ხდება ჩვენთვის. რასაც კი ჩვილი მაცხოვარიც კი საღვთო განგებულებით აღასრულებს, ესეც ყველაფერი ჩვენს სასწავლებლად ხდება და ჩვენს საცხოვნებლად. უფალს ეს ყოველივე არაფერი არ ჭირდებოდა. ღმერთი თვითკმარია თავის არსში და ყოვლის მყრობელი არის იგი. არა აქვს მას ვნება, არა აქვს მას არანაირი მოთხოვნილება, როგორიც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. ამიტომ ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რისთვისაც უფალი დედამიწაზე მოვიდა, შეიმოსა ადამიანის დაცემული ბუნება, მან განკურნა იგი და ისევ ცათასასუფეველში დააბრუნა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის განუსაზღვრელი სიყვარულისა და გამო. ნათლობის წესში ვკითხულობთ ასეთ რაღაცას, ბევრჯერ მithქვამს და კიდე გავიმეორებ, რამე თუ ვერ იტვირთე მეუფეო, მიმძლავრებული ეშმაკისაგან ხილვად ნათესავი კაცთაო, ვერ იტვირთა უფალმან საკუთარ გვერდით ბჭობით წმინდა სამების წიაღში ბჭობით შექმნილი, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის იმ მდგომარეობაში ხილვა, რა მდგომარეობაშიც ის იქნა დაცემული და ჩამოვარდნილი. ბოროტის სულის ერთადერთი მიზანი არის ამ წუთის სოფელში, რომ ღვთის ხატება გაანადგუროს, დასაცინი გახადოს. ღვთის ხატება ისეთი გახადოს, რომ აი ღმერთს ეპაექრება თვითონ და ღმერთს ვერაფერს ვერ უშვება, იმიტომ რომ ღმერთი ძლიერია და ყოვლის მყრობელია და ყველაზე მეტად როგორათაც შეიძლება, ყველაზე მეტად რითიც შეიძლება, რომ თუ ესე პირობითად ვიტყვით, რომ გული დაწყვიტოს ღმერთს, ეს არის მისი საყვარელი არსების, მისი ხატის, ადამიანის ცხოველის დონემდე დაცემა და დავარდნა, განადგურება, არანაირი სულიერი მასში რო არ იყვეს, მხოლოდ და მხოლოდ ამ წუთის სოფლისა, მხოლოდ და მხოლოდ ამ წუთის სოფელში კეთილად დამკვიდრებისა და ადამიანი გადაგებული საშოვარს, რომლითაც მოკლედ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იქნება საჭირო. და უფალმა დღევანდელ დღეს ეგვიპტეში წავიდა. ეგვიპტე ჩვენ ვიცით ძველი აღთქმიდან, რომ გარკვეულწილად იმ ბუნებასთან წავიდა. ჩვენ დაცემულ ბუნებასთან წავიდა ქრისტე. მან მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება და წავიდა ეგვიპტეში, ჩავიდა ეგვიპტეში. სად არის, რა არის ეგვიპტე? ეგვიპტე ვართ ჩვენ გამოსახსნელი, საშველი კაცობრიობა და ადამიანი. და ამიტომ ჩავიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა იერუსალიმში. ამიტომ ადამიანური ბუნება ჩავიდა და იწყებს ის ეგვიპტედან და შემდეგ იერუსალიმში ამოდის, რომ ის იყვეს მოკლედ გადარჩენილი. ამიტომ დღევანდელ დღეს მინდა მცირეოდენი ვისაუბროთ წმინდანებზე. დღეს საოცარი წმინდანების ხსენებაა ბიბლიური წმინდანებისა. ეს არის წმინდა იოსებ დამწინდველი. საოცარი ადამიანი, რომელმაც რამხელა რამე იტვირთა საკუთარ თავზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამხელა სიწმინდით და წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის
პატრონობა ამ წუთის სოფელში პატრონობა და მოვლა და იქამდე ისეთი დიდია წმინდა იოსებ დამწინდელი რომ მას მამასაც კი უწოდებენ ხო იესო ქრისტეს მამათაც კი მოიხსენიებენ არა ბუნებით მამად არამედ პირობითად როგორც პატრონს და როგორც მოკლედ მის აღმზრდელს ესე რომ თქვათ ფიზიკურად მის გვერდით მყოფ ფარველს და საოცარი არის დავით წინასწარმეტყველი დღეს მეფსალმუნე დავითი რომლის ფსალმუნებიც სულ ჩვენ ღვთისმსახურებაში ისმის საოცარი არის იაკობ მოციქული ძმა უფლისა რომელიც იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი იყო და ისე გარდაიცვალა რომ თავის საყვარელ ერზე ებრაელ ერზე სულ მუდმივად დარდობდა კი მიიღო მან ანუ ქრისტეს მიმდევარი გახდა მაგრამ საკუთარი ერისთვის მუდმივად ლოცულობდა და მოკლედ ბევრჯერ უნახავთო იაკობ მოციქული დგომი მუხლი ჩოქა დგომი სოლომონის ტაძარში იერუსალიმში და ცრემლით მავედრებელი საკუთარი ერისათვის რომ მათ ქრისტე მიეღოთ და არ ყოფილიყვნენ ისინი მესიის არ ყოფილიყვნენ მესიის არაღიარების მდგომარეობაში ანუ ქრისტეში რო ვერ დაინახეს მათი გამომხსნელი და მათი მშველელი და ის წარმოიდგინეთ გადმოაგდეს სიმაღლიდან როდესაც ის მაღლა ავიდა სადღაც სიმაღლეზე ავიდა ანუ ბოროტის მყოფელებმა ხელი კრეს და სიმაღლიდან გადმოაგდეს და ბოლომდე საკუთარი ერისთვის მლოცველი იყო ეს ადამიანი. ამიტომ დღევანდელ დღეს მინდა ვისაუბროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ძალიან სუსტები ვართ. წეღანას თქვი მე რომ წუთისოფელი ცდილობს რომ ჩვენ ადამიანის ხატება, საღვთო ხატება მოკლას ადამიანში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყვეთ ძლიერები. ქრისტიანებს ესეთი ადამიანები, დიდი წმინდანები, ვინც იყვნენ, ისინი გამოუჩნდებოდნენ ხოლმე ყოველთვის და ისინი იყვნენ ხოლმე ლიმენასავით, წინ განმწევები და ისინი წინამძღვრები იყვნენ ხოლმე ჩვენი, ვისაც ჩვენ მიუყვებოდით ხოლმე და ყველა ეპოქაში და ყველა დროს აუცილებელი არის ესეთი ადამიანი ან ადამიანები და სიმრავლე ადამიანებისა, ვინც ქრისტესათვის თავი გაწირა და ქრისტესათვის მიზნობრივად საკუთარი ცხოვრება დადო. იმათ ვინც გაიგო ძახილი უფლისა რომ ყველას ვისაც გინდა ცხონება აიღეთ ჯვარი და შემომიდეგით მე. რა არის ჯვარი? ქრისტეს ჯვარი იცით რითი დასრულდა და ჩვენი ჯვარი ჩვენი სიცოცხლეა სადაც ჩვენ ამ სიამოვნებაზე ამ წუთისოფლისა უარი უნდა ვთქვა და უარი განვაცხადოთ და ეხლა მე გეტყვით წმინდანების შესახებ და მათ შორის ჩვენზეც ვისაუბროთ და შევადაროთ საკუთარი თავი მათთან მიმართებაში და ჩვენც თუ ამ გზას შევუდგებით რა მინდა ვთქვათ, იცით, ძალიან დიდი გამბედაობა გვჭირდება, ძალიან ბევრი ძალები გვჭირდება შინაგანი, იმიტომ რომ თუ კი უფალს უნდა რომ შენ გაცხონოს, თუ კი უფალს უნდა რომ შენ ნამდვილი ქრისტიანი იყვე და ანათებდე და სხვასაც უნათებდე შენ ქრისტესაკენ მიმავალ გზას, მაშინ შენ ძალიან რთულ გზას გაგატარებს. და თუ კი დღეს შენ უფალი ამ რთულ გზას არ გატარებს, მხოლოდ იმიტომ რომ შენ ამისთვის მზად არ ახარ. თითქოს ყოველი მოსვლა ჩვენი ტაძარში არის რომ უფალი გველოდება რომ აბა რაქენი, გადაწყვიტე ამ გზაზე შემოდგომა და ჩვენ ისევ დგევართ სუსტები, ჩვენ ისევ დგევართ ამ წუთისოფლის მოყვარულები, ჩვენ ისევ დგევართ ამ წუთისოფლის დიდების მოყვარეობისა, ვერცხლის მოყვარეობისა, სიამეთ მოყვარეობის შინაგანად გულით გამცდელები და ვეუბნებით უფალს. არა, ჯერ მე ამისთვის მზად არ ვარ და ამიტომ ნახოთ აბა რას გვიმზადებს უფალი. Იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვამს რომ ჩვენ რომ ტაძარში მოვედით და ეკლესიაში მოვედით, მრავალი მითი იყო, მრავალ მითი დავიჯერეთ და ამ მითის დაჯერების შემდეგ ჩვენ მივხვდით რომ გადის დრო და ქრისტე სხვა რამეს ითხოვს თურმე ადამიანისაგან. იყო რაღაც ეტაპი კი ბატონო ეკლესიაში ყოფნისა, მაგრამ ეხლა ვხვდებით რომ ეკლესიაში რომ შენარჩუნდე და ეკლესიაში დაარჩი ადამიანი გაცილებით მეტი ძალა გჭირდება.
უფრო ადვილია მოხვიდე ეკლესიაში, მაგრამ გაცილებით რთული და ძნელია დარჩი ადამიანი ეკლესიაში. ბევრჯერ მithქვამს, სახლიდან ეკლესიის კარამდე მოსვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე ეკლესიის კარიდან საკურთხევლამდე მოსვლა, ანუ შეგნებულად ქრისტეს ბარძიმთან მოსვლა და საკუთარ თავში გააზრება იმისა, რომ უფალო მე ვიღებ საკუთარ ჯვარს, მე ვიღებ ამ ძახილს, მე ვიღებ ამ დაძახებას, რომ მოვედი ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებ თქვენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავე ჩემგან რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულითა და პოვოდ განსვენება ის სულთა თქვენთა. ანუ ადამიანი, ქრისტიანი ადამიანი სიძლიერე თამდაბლობაშია. ქრისტიანი ადამიანის განბედაობა და შინაგანი ახოვანება მიუკორძოებელ და უპასუხო სიყვარულშია და ეს ხშირად ჩვენ არ მოგწონს, არ გვსიამოვნებს და ისევე უნებით უფალს უვარს. არა ღმერთო, ჯერ არა ვარ ამისთვის მზად, ჯერ არ მინდა მივალ ბოლოსკენ, ალბათ როცა მოხუცდები, როცა უკვე აღარ მექნება ბუნებითად თავი, არც სიამოვნებისა, აღარც დიდების მოყვარეობა, აღარ მენდომება, ისე იგი დიდებულად რო გამოვიყურებოდე, არც ვერცხლის მოყვარეობა ბუნებითად აღარ იქნება და მაშინ თავისთავად პირობითად, როცა გარეგნულად აღარ მექნება ამის საცდურები, მაშინ იქნებ დავფიქრდე და შემოგიდგე და ამ ძალთა მოკლების დროს ადამიანი მთელი შეგნებით, მთელი მისი სულიერი ძალებით არ არის გამორიცხული, რომ ვერ შეუდგეს უფალს. ამიტომ ღმერთს უნდა, თუ კი ღმერთი გამზადებს შენ აღმატებული მსახურებისათვის, აუცილებლად და უნდა რომ გამოგარჩიო შენ აღმატებული მსახურებისთვის და ჩვენ ყველანი ვინც აქ მოვედით, ყველა გამორჩეულები ვართ. უფალი ბრძანებს, არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ. ყველა ჩვენთაგანი რა საოცარია, გალაქტიკების შემოქმედმა ღმერთმა, შემქმნელმა ღმერთმა მე აი ეს ჭიანჭველა დედამიწაზე რომ დავიზლაზნები, ესე იმან მე შემამჩნია, დამინახა, დამიძახა და აი აქ მომიყვანა. რა საოცარი არის, რა საოცარი ღირსება ადამიანისა, რა საოცარი სიყვარული არის. ამიტომ თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ თვითონ მოვიდა ეკლესიაში, ის მცდარად ფიქრობს ამას, იმიტომ რომ უფალმა დაუძახა, მაგრამ რისთვის დაგვიძახა ჩვენ ღმერთმა. და თუ კი უფალმა გამოგარჩია ამ მსახურებისათვის, ის აუცილებლად წაიღებს შენგან რაღაცას ისეც, რომლითაც უკავი ხარ ამ წუთის სოფელში ბოროტს. ჩვენ ადამიანები ძალიან კარგად ვაზავებთ ერთმანეთთან, ამ წუთის სოფელშიც ვართ, ბოროტსაც ემსახურება ადამიანი და მერე როცა დრო დადგება, შეიძლება კვირაში ერთხელ მოვიდეს და ღვთისმსახურებაც სცადოს ადამიანმა. ჩემ თავზე ვიძახი ამას საბოლოო ჯამში, მე სხვაზე არავიზე ვსაუბრობ და უფალი გვეუბნება, ორი ბატონის მსახურება არ შეიძლება და ვერ შეძლებს ადამიანი. ან ერთი უნდა შეურაცხყოს და მეორეს ემსახუროს, ან ერთი დაუტეოს და მეორეს მსახური გახდეს. ვერ ხელგეწიფების ღვთისმონობას და მამონას, ანუ ამ წუთის სოფლის სულისკვეთებას და ღმერთს ერთნაირად ადამიანის შინაგანად ვერ ემსახურები. ამის გამყოფი არის მიეცით ღმერთს ღმერთისა და კეისარს კეისრისა. ამიტომ უფალი თუ კი გვამზადებს ჩვენ ცხონებისათვის და თუ კი ჩვენ გვამზადებს იმისთვის, რომ ამ წუთის სოფელში ქრისტე ვიქადაგოთ და ვიქადაგოთ აუცილებელი არ არის სიტყვით, ლამაზი სიტყვით, როგორათაც შეიძლება მე დღეს ვაკეთებ ამას, არამედ იქადაგო შენი ყოველდღიური ცხოვრებით, იქადაგო შენი ყოველდღიური ყოფით, იქადაგო შენი ყოველდღიური ყოფნით ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში და დაანახოს სიდიადე მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, დაანახოს სიდიადე ქრისტიანული საოცარი შინაგანი ადამიანური კეთილი საუნჯისა, რომელსაც ადამიანი შინაგანად უნდა ატარებდეს. მაშასე, თუ კი ადამიანი გამოგარჩია ღმერთმან, ის აუცილებლად წაიღებს შენგან იმას, აუცილებლად წაგართმევს, ესე ვიტყვი, წაგართმევს აუცილებლად, მაგრამ ვიმეორებ, როცა შენ ამისთვის მზად იქნები. ამიტომაც ჩვენ ყველანი სამწუხაროდ
უმეტესობა 99% ალბათ დღევანდელი ჩვენი ეკლესიისა ამაზე ჩვენ ქრისტეს უარს ვეუბნებით. ალბათ ღვთისწყალობით არიან ისეთი ადამიანები, ვინც ეს ძახილი მიიღო მცირედი სამწყსო მაინც, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერც კი ვხედავთ, გამოკეტილები არიან შეიძლება სადმე, ისე იგი მონასტერში, სადმე საკუთარ კელიაში, სადმე საკუთარ ისე იგი სადღაც მიკარგულ ადგილებში, სადაც ისინი ჩუმად, მშვიდად ღვთის ძახილი მიიღეს, ღვთის ისე იგი დაძახებას ყური უგდეს და მათ მიუძღვნეს საკუთარი თავი ქრისტეს ცხოვრებას. ეხლა ვინმე იტყვის იმას, რომ ამაო ჩვენც მონასტრებში წავიდეთ, ჩვენც იქვე მსახუროთ ღმერთს, არა. და ეხლა გეტყვით და აგიხსნით, თუკი ჩვენ მოვემზადებით და თუკი ჩვენ გვინდა ქრისტეს შეუდგეთ, რას წაიღებს უფალი ჩვენგან და რისთვის უნდა ვიყვეთ მზად. რა თქმა უნდა, ამას ერთიანად ვერ დაუთმობ ადამიანი ღმერთს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დაიწყო მაინც ამაზე მუშაობა. და მე გეტყვით, ეს ძალიან მტკივნეულია. მე გეტყვით, რაზეც ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ქრისტიანული შობა არის უმტკივნეულესი პერიოდი, იმიტომ რომ როგორც სახარებაში წერია, რომ დედაკაცი რაჟა მშობს, მისი ტკივილები არის ძალიან დიდი, მაგრამ შობს თუ არა შვილს, მისი ტკივილები აღარ არის, ანუ მას ის ტკივილებს ვეღარ აგზნობს, იმიტომ რომ მისგან იშვა სიცოცხლე და თქვენ იცით დღევანდელი მეცნიერებმა და ისე იგი ზოგადად მედიცინამ დაადასტურა ის, რომ შობის შემდეგაც კი დედას იმხელა ტკივილები აქვს, ის ტკივილები უბრალო დროს, შობის დროს კი არა, ჩვეულებრივ დროს რო კონდეს მას, ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ტკივილებით გარდაიცვალოს, მაგრამ ეს არის ის საოცრება, რომელსაც უფალი გვეუბნება, რომ შობის მერე სიხარული მოდის და აი ეს არის ქრისტიანული ცხოვრება. ეს არა მხოლოდ ფიზიკურ შობაზეა აქ საუბარი, არამედ როცა ქრისტიანი უნდა იშვას, როგორც ქრისტიანად, ადამიანი ქრისტიანად რო უნდა იშვას, ის აუცილებლად მძიმე ტკივილები უნდა გაიაროს. ტკივილები, რომელიც მას გაანთავისუფლებს და ამ თავისუფლების შემდეგ ის აუცილებლად იგზნობს იმ სიხარულს, იმ სიცოცხლის დაბადებას, განსაკუთრებული და განსხვავებული სიცოცხლის დაბადებას, რომლითაც ჩვენში არსებული თუნდაც ფიზიკური თუ სულიერი თუ სხვანაირი ტკივილები გადაიფარება და ადამიანის სიხარულს იგზნობ. ვერასოდეს ვეღარ მოგეკარება შენ წუთისოფელი და ვერასოდეს შენ ვერ დაგიყოლიებს ისევ, იმიტომ რომ შენ ამ სიცოცხლეში და ამ სიხარულში იქნები და ეს ტკივილი, რომელიც შეიძლება წუთისოფელმა მოგაყენოს საყვარელი ადამიანების გამო, ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, ანუ ადამიანების ხელით, ან სხვადასხვა მოვლენების ხელით, შენ გექნება შინაგანი სიხარული, იმიტომ რომ ღმერთი არის შენს გულთან, იმიტომ რომ ქრისტე იშვა შენს გულში და შენ შეგიძლია ღმერთთან თანამყოფობა. ეხლა მაშესე გავაგრძელოთ, ვისთვისაც დამღლელი იქნება, მოკლედ შეგიძლიათ დაბრძანდეთ, ვისთვისაც ბოდიშ გიხდით, ახლა ამას ვიძახი, შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ შეგიძლიათ დაისვენოთ ცივა დღეს ჩვენთან ტაძარში და სულ ცივა ჩვენთან და შეგიძლიათ წაბრძანდეთ, სახში შეგიძლიათ რომ ისე იგი მოусმინოთ ამას, მაგრამ დღეს რაც დაგეგმილი მაქვს, არ ვიცი ხვალინდელი დღე გაგვითენდება თუ არა, დღეს რაც დაგეგმილი მაქვს, ამას მოკლედ შევეცდები რომ ვისაუბროთ. მაშასადამე აუცილებლად უფალი მოგიშლის ადამიანს მოუშლის, თუკი მას ქრისტიანობა უნდა, ანუ მისი მიზანია, რომ ღმერთი გახდეს შენთვის ყველაფერი. ანუ ღმერთი გახდეს შენთვის გამსაზღვრელი. კი არ იყვე ქრისტიანიც, არამედ ჯერ იყვე ქრისტიანი და მერე იყვე კარგი, მერე იყვე ქრისტიანი დედა, ქრისტიანი მამა, ქრისტიანი შვილი, თანამშრომელი, ნათესავი მეგობარი და საზოგადოების წევრი, თანამდებობის პირი, ბიზნესმენი, ექიმი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი თუ ასე შემდეგ. ქრისტიანიც კი არ იყო როგორც დღეს ადამიანები ვცხოვრობთ, არამედ ჯერ იყო ქრისტიანი და მერე იყო დანარჩენი. ეს თუ გადაწყვიტე, მაშინ უფალი ყველა საყრდენს, ძველ საყრდენს, რომელიც შენ გაგაჩენდა,
აუცილებლად გამოგაცლის ხელიდან და ნელ-ნელა წაიღებს. ერთიანად კი არა, ნელ-ნელა ამ საყრდენებს გამოგაცლის ხელიდან. ეს არის ფული, ეს არის სტატუსი ადამიანისა, რომ ისე იგი ყველანი რო პატივს სცემენ შეიძლება საზოგადოებაში და ასე შემდეგ, ადამიანებს გამოგაცლის ხელიდან, რომელიც მანამდე იყო, გამოგაცლის საკუთარ თავში დარწმუნებულობას, რომ მე ესეთი ვარ და კარგი ვარ, აი ამას ყველაფერს უფალი აუცილებლად წაიღებს, იმიტომ რომ ეს არის იმ წუთი სოფლის საძირკველი, რომელზეც ჩვენი ზოგადად შინაგანი მდგომარეობა არის დაშენებული. ჩვენ ამებს ვამართლებთ ხოლმე, აბა რა ვქნა, აბა რა გავაკეთოთ ეს რაღაცები, მაგრამ მოდი დღეს ვისაუბროთ იმაზე, სინანული მაინც გაგვაჩნდეს, რომ ესეთები არა ვართ. მე ჩემ თავს ველაპარაკები, რომ ესეთი არა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელი ვარ, ესეთი არა ვარ. ხშირად ჩვენ კომენტარებში გვიწერენ ხოლმე, რომ აი ამაზე რო ვლაპარაკობთ, იმაზე რო ვლაპარაკობთ და დიახაც, უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, რომ აღარ იყოს ჩვენი თვითკმაყოფილება. ჩვენ ღმერთს მაინც თხოვოთ შენდობა იმისთვის, რომ ისეთები არა ვართ, როგორებიც სინამდვილეში უნდა იყოს. და ამას ყველაფერს უფალი უნდა ვიცოდეთ, გააკეთებს არა იმისთვის, რომ ჩვენ გვსჯის. აი პირველი რა განცდაც უნდა მქონდეს, მაგალითად მე გამომაცალა საყრდენი უფალმა, დავკარგი ადამიანი, რომელსაც ვეყრდნობოდი და ის იყო ჩემთვის ყველაფერი, დავკარგე ფული, დავკარგე თანამდებობა, დავკარგე ჩემი სახელი და პატივი. უფალი ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ შენ გსჯის, არამედ უფალი ამას აკეთებს, რომ შენ განგწმინდოს. გინდა გაწმენდა? ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ უმად ღმერთი იხილონ, გინდა გაწმენდა? გაწმენდა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რისი შენ გინდა რომ განიწმინდო. უფალი უნდა მოვიდეს და უფალმა უნდა გითხრა შენ, რომ ესეც გასაწმენდია. ესეც გასაწმენდია და არა ის ახსარება, რომელიც ხშირად მოგაქვთ ადამიანებს და რაც ისედაც თქვენ არ გსიამოვნებთ, იმაზე საუბრობთ. არა, ეს ასე არ არის. უფალი როგორც კურნალი, უფალი როგორც ყველაზე გონიერი ხუროთმოძღვარი შენი ცხონებისთვის, რომ შენ ყველაზე მეტად უყვარ ხარ მას, ის აუცილებლად დაიწყებს ადამიანის განწმენდას და აი ეს გაწმენდის პროცესი, როგორც თქვით, ცოტა რთული არის. სანამ ადამიანი წარსულს ებღაუჭები, ახალი არ მოვა. დაიმახსოვრეთ ეს, სანამ ადამიანი წარსულს ებღაუჭები, ძველ შენ ვერსიას ებღაუჭები საკუთარი თავისა. სანამ გინდა რომ საკუთარი თავი მაინც ისეთი ამყოფო და შობა არ მოხდეს და ქრისტეში არ იყვე, გახსოვდეს რომ არასოდეს არაფერი არ გამოგივა. ახალი არასოდეს მოვა. ღვთის მადლი, განახლებული ღვთის მადლი არასოდეს არ მოვა. შენ აუცილებლად რაღაც უნდა დათმო და ფერისცვალება დაიწყო, ცვალებადობა უნდა დაიწყო ადამიანმა და ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მოვა ახალი თუ რამე ჭირდება და თუ რამე არის საჭირო ადამიანისთვის. ამიტომ ისე იგი ჩვენ დავკარგავთ გარკვეულ ურთიერთობებს, იცოდეთ, რომელიც სინამდვილეში ისედაც მკვდარია. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ისეთ ადამიანებთან ისეთ ურთიერთობებს ვეჭიდავებით და ვეპოტინებით, რომ ის სინამდვილეში სულიერებიდან გამომდინარე ისედაც მკვდარია. მკვდარია, მე ვიძახი რას, სულიერებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ხშირად ურთიერთობებსაც კარგავთ. ბევრი ადამიანი მოდის და იძახის ხოლმე, რომ რა ვქნა იმ ადამიანებთან ვეღარ მეგობრობ, იმ ადამიანებთან საერთო სალაპარაკო არ აქვს. გაუძელი აბა ამას. გაუძელი ამას, რომ ეს ურთიერთობები აუცილებლად ადამიანისა, ისე იგი რაღაც შეიცვლება აუცილებლად. შენ შეიცვლები საკუთარი თავის ვერსიას, აუცილებლად შეცვლი საკუთარი თავის ვერსიას, რომელიც ისედაც უძლური და უღონოა. ჩვენ აი ესე ვდგევართ დღეს, აი ხა მე ჩემ თავზე ვიძახი, როგორი უძლური და უღონოა ჩემი სული, როგორი გაპარტახებულია ჩემი სული, მაგრამ მაინც ჩემი თავის ამ ძველ ვერსიას ვეპოტინები. მაინც მინდა რომ ესეთი ვიყვე, მაინც მინდა რომ არ შევიცვალო, მაინც ვეჭიდავები ღმერთს, რომ ვეუნები დამაცადე ცოტა ხანი რა, ესე მინდა, ან საბოლოო ჯამში მაინც ეგოისტურად ვიძახი, რომ არა, რატო კარგი ვარ მე. ამიტომ ამ გადაწყვეტილებებს ადამიანი არ იღებს, არ უნდა შედგომა მოკლედ ქრისტესადმი. და მხოლოდ როდესაც ეს ჩამოიშლება, მაშინ მიხვდები, რომ ემყარებოდი არა ღმერთს,
არამედ ილუზიებს. Აი, როდესაც მისცემ საშუალებას უფალს, რომ აი ეს ყველაფერი ჩამოიშალოს, ეს ყველაფერი ღვთისნებას მიანდო და ეს ყველაფერი დასაკარგი დაიკარგოს, წასასვლელი წავიდეს, ჩამოსაცილებელი ჩამოგეცალოს და საბოლოო ჯამში ღმერთის მინდობით ადამიანი ჩამოიყრი ყველა იმ ამწუთის სოფლისეულ ტვირთს, რომელიც მოკლედ დედამიწისკენ გექაჩება, აი მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მიხვდები იმას, რომ ვაიმე ღმერთო, აქამდე მე შენთან კი არ ვიყავი და შენ კი არ გემყარებოდი, არამედ აი ამ ჩემ თავში არსებულ ჩემს სარწმუნოებრივ მითებსა და ჩემს სარწმუნოებრივ ისე იგი ილუზიებს, რომელიც მე შექმნილი მქონდა. აბა რა ძნელია. რამოდენიმე ხნის უკან ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი და მამაო, ყველაფერი ჩამომეშალაო. აი რაღაცა დაიწყო მან სიღრმისეულად ქრისტეს ძიება და მე გეტყვით ჩვენ საყვარელ ახალგაზრდებს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არა უბრალოდ ეძებენ ესე, როგორათა ჩვენ კომუნიზმ გამოვლილი, ანუ უფროსი თაობა მოვედი და მცირე ჩიცი კიკმაყოფილები ვართ, ადრე ეკლესიაში არ დავდიოდი, ეხლა დავდივარ ეკლესიაში, ადრე საერთოდ პირჯვარს არ ვიწევდი, ეხლა ვიწერ, ეხლა ვეზიარები კიდეც. მაგრამ ახალგაზრდებო, იცოდეთ, ეს ჩვენია, ალბათ უფალი ჩვენც მოგვიწოდებს ამისკენ, ჩვენ კი არ გვამართლებს ეს, ჩვენ ცუდა სიღრმისეულად ვეძებოთ ქრისტე, ას აქვს მნიშვნელობა არ აქვს, სულიერი ასაკი არის აქ თავარი და ძალები თუ აქვს ადამიანს უნდა ეძებოს, მაგრამ თქვენ ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ ამისკენ მოწოდებულები. ზუსტად ის ადამიანი, რომელიც მოვიდა ახალგაზრდა ადამიანი იყო და ანუ დიდი ხანია ბავშვობიდან ეკლესიაში არის და დაიწყო ანუ სიღრმისეულად ქრისტეს ძიება და მეუბნება რომ რა გაუკეთო მამაო აი ამას, აი ის რაც მე ანუ საბოლოო ჯამში რაც მანამდე იყო, რა უნდა გაუკეთო ამას, ის ილუზიები, ის ჩვევები, ის რაღაცა წარმოდგენები გარკვეულწილად სარწმუნოებაზე, იმიტომ რომ როდესაც სიღრმეში ჩავიდა და ცადა თუ არა სიღრმეში ჩასულიყო ქრისტიანობისა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, ყველაფერი ჩამოიშალა, ილუზიები ჩამოიშალა, ეს მითები, რომელიც შექმნილი იყო და წიგნები ქონდა ჩვენ უამრავი, რომლებიც ამ მითებით იყო გაჯერებული. მადლობა ღმერთს, დღეს ჯანსაღი ლიტერატურა შემოვიდა და ამ მამებს, ფილოკალიის მამებს, საოცარ მამებს, ოდესას ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს, გრიგოლ ნოსელს, იოანე ოქროპირს რო კითხულობ, ხვდები რომ სხვა რაღაცეებით აღიზარდე, მაგრამ დღეს უკვე სხვა არის. მე კი არ ვამბობ იმას, რომ წარსული ცუდი იყო, არა, არამს და არამს, ჩვენ ეს უნდა გაგვევლო. ჩვენ ერთიანად ამის მიმღებები ვერ გავხდებოდით, მაგრამ დღეს მაინც უნდა დავიწყოთ ამის ძიება. თუ დღეს ჩვენ გვინდა რომ პრეტენზია გვაქვს საქართველოს შესახებ, რომ ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ, თვიშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და თუ ჩვენ გძნობთ მართლა საფრთხეს უცხო რელიგიების გამრავლებისა ჩვენს ქვეყანაში და მათი გავლენის ქვეშ მოქცევისა, ჩვენი მაშინ ერთი რამე არის, ჩვენ მუსულმანური სამყაროს და ყველა რელიგიური სამყარო ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს და ქართველ ადამიანს. რატომ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, ისინი ხვდებოდნენ იმას, რომ ჯერ ქრისტიანობა იყო და შემდეგ მოვიდა მუსულმანური სარწმუნოება, შემდეგ მოვიდა ისლამი და ამიტომ ყოველთვის პატივს სცემდნენ და ყურანში როდესაც ჩაიხედები, მათში არის ისეთი, სადაც ქრისტეც არის მოხსენიებული და ასე შემდეგ, მაგრამ აი ჩვენი სარწმუნოებრივი სიღრმე სულ ამაზე ვსაუბრობ, ჩვენი სარწმუნოებრივი არასიმყარე, არამდგრადობა, ჩვენი აი როგორ გითხრათ, ამ წუთის სოფელთან შეუღლება, ამ წუთის სოფელთან კეკლუცი, ესე რო ვთქვა და ამ წუთის სოფელთან აი დაწოლა, ესე რო ვთქვა და მინდობა ამ წუთის სოფელზე გაგვაღატაკა თავიდან ბოლომდე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ანუ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სარწმუნოებაში ძლიერები არიან, აღიქვა უკვე რომ მე ამას ყველაფერს ვერ გაუძლებ. ამიტომ ჩვენი ერთადერთი მოწოდება არის ქრისტიანებო, აი ამ შინაგან სარწმუნოებაში წავიდეთ, აი ამ შინაგან, რომელსაც პატივს სცემდნენ ყველა მსოფლიოს მასშტაბით, ანუ საქართველოს და ქართულ ქრისტიანო, ანუ რას ვიძახ, ცალკე ქართული ქრისტიანობა კი არ არსებობს, მაგრამ თავის კულტურასთან ერთად, თავის ისე იგი ადათებთან და წესებთან ერთად, თავის ტრადიციასთან ერთად დაგვირგვინებული მართლმადიდებლობა საოცარი იყო ხოლმე, ანუ საოცარი რამე იყო და ამას
მომხდურიც კი რომ მოდიოდა შეიძლება ცდილობდა ჩვენს სარწმუნოებრივიდან გადახვევას, ცდილობდა რომ ჩვენთვის სარწმუნოებაზე უარი ეთქმევინებინა, მაგრამ ხდებოდა რას? 100,000 მოწამეს, ხდებოდა უამრავ ჩვენ მოწამეს, რომელთა სისხლზეც შემდეგ ახალი თაობები იბადებოდა და ეს იყო ყველაზე დიდი რა, მაგრამ დღეს რა? დღეს საქართველოში ან კანონები აიღეთ, ან რაზე ჩვენ რაღაცა ისეთი ცხოვრების წესი დავამკვიდრეთ, რომ ბოდიშით ამ გამოთქმაზე, მაგრამ როგორ გითხრათ, არანაირი უნარი არ აგვაქვს. მთლიანად დაცლილები ვართ, იმუნიტეტი არის გამოცლილი მთლიანად შინაგარი სარწმუნოებისა და ამიტომ შიშრები ვართ. გვეშინია ყველაფრისა, გვეშინია ვაიმე ეს მოხდება და ჩვენი წინაპარი ამ გამოწვევებს ამ სიხარულით ეგებებოდა. ჩვენი დედები, ჩვენი ქალბატონები მოკლედ საკუთარ ქმრებს უშვებდნენ ომში, სადაც მოკლედ 2 წელი, 3 წელი თითქმის წასულები იყვნენ ხოლმე ლაშქრობაში, არ ბრუნდებოდნენ. ქმარს იმედი ჰქონდა იმისა, რომ საკუთარი ცოლი ერთგულად და პატიოსნად შეინახავდა საკუთარი ოჯახის სიწმინდეს და სისუფთავეს, საკუთარ შვილებს აღზრდიდა იმ სარწმუნოებაზე, რომელიც მოკლედ მათ ოჯახში და ზოგადად ისე იგი საქართველოში იყო დამკვიდრებული, ამიტომ ის მარდათ იბრძოდა. რატომ იბრძოდა მარდათ? იმიტომ რომ საკუთარ ოჯახს იცავდა, იმ სპეტაკ ოჯახს იცავდა, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ღალატი, დღეს სამწუხაროდ ისე იგი ეს მრუშობა, ეს შეუკავებელი, გაუკუღმართებული ურთიერთობები, გინება, ლანძღვა, გაურკვეველი რაღაცა კულტურის შემოსვლამ საქართველოში ჩვენ ახალგაზრდებს და ჩვენს უფროს თაობასაც კი ისე დაგვახვიათ, აბრო, იმდენად დაგვაცილა ჩვენს ქრისტიანულ, ისე იგი იმ საწყისებს, იმ საოცარ შინაგან განცდებს, რომ დღეს უკვე შიშრები გავხდით, დღეს ლაჩრები გავხდით, იმიტომ რომ ჩვენი წინაპარი ძლიერი იყო არა ხმლის ქნევით, ჩვენი წინაპარი ძლიერი იყო არა მუსკულატურით, ჩვენი წინაპარი ძლიერი კი არ იყო იმითი, რომ გამჭრიახი და ჭკვიანი იყო, არამედ ჩვენი წინაპარი ძლიერი იყო იმით, რომ შინაგანი საოცარი ქრისტესადმი სარწმუნოება ჰქონდა და მისთვის რაც არ გინდა წაგერთვა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რაც არ გინდა გამოგერთმია მისთვის, იმაში რჩებოდა მთავარი, მასში რჩებოდა ის ძირეული, რომელსაც ქრისტიან ადამიანს ვერ წაართმევდი. ეს იყო ქრისტე შობილი ადამიანის გულში და ეს იყო რწმენა მარადიული სიცოცხლისა და რწმენა იმისა, რომ სულის უკვდავება არსებობს. დღეს ადამიანები სავსეა სამწუხაროდ, ეს ჩვენი დანაშაულიც არის. დღეს ხშირად მამები გამოდიან, რომ აგერ ჩამოვიარე, იაღოველები იდგნენ იქა, თქვათ სხვა სარწმუნოებისა, ხო, სხვა ქრისტიანული დენომინაციებთან ამდენი მანქანა იდგა, ჩვენთან მოკლედ რაღაცა ცოტა იყო მორწმუნეობა. დავსვათ კითხვა, 90-იან წლებში სავსე იყო ჩვენი ტაძრები. 90-იან წლებში ტაძრები არ ყოფნიდა იმისთვის, რომ ადამიანები დატეულიყვნენ. დღეს რატომ არიან ის ადამიანები? რატომ გახდა ის ადამიანი, რომელიც მანამდე მართლმადიდებელი იყო, რატომ წავიდა სხვა რელიგიაში, რატო გადავიდა? ამას კი ადვილი ადამიანმა აყვედრო, შენ სად მიდიხარ, მაგრამ რატომ გაუშვი? რატომ წავიდა? კი, ყველას ვერ დაიჭერ, ვიღაცას რაღაცა გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ჩვენი ბრალეულობაც არსებობს, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე ვიტყვი როგორც მღვდელი, მე არა ვარ ისეთი მღვდელი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, მე არა ვარ, მეც რაღაცა ცდილობ, მინდა რომ ასეთი ვიყო და ამიტომაც დღევანდელი საუბარი ზუსტად ამისკენ არის მიმართული. ის ღმერთი, როდესაც მოდის, ის არ გვართმევს ჩვენ, გვახსოვდეს, ღმერთი არავის არაფერს არ ართმევს, ერთადერთი რასაც უფალი აკეთებს, ის გვანთავისუფლებს. გინდა ჭეშმარიტი თავისუფლება, მაშინ ეს უნდა გააკეთო. ამ წუთის სოფელზე მიჯაჭვული იქნები, არასოდეს თავისუფალი არ იქნები, არასოდეს თავისუფალი არ იქნები. ამიტომ ყოველთვის გენდომება კომფორტი, ყოველთვის გენდომება ისე იგი საკუთარი დიდების მოყვარეობა, ყოველთვის გენდომება სიამოვნებაში ცხოვრება, ამიტომ ეს ყველაფერი უფალი ბრძანებს წმინდა წერილში, რომ რომელმაც ქნას ცოდვა,
მონა არს იგი ცოდვისა, ჩვენ კი დამონებულები ვართ ზუსტად აი ამ ცოდვებს. ასე რომ პირველი ნაწილი, რასაც უფალი წაიღებს, აუცილებლად ამას და ამისთვის მზად იყავით, რომ უფალი აუცილებლად წაგართმევს ამას, წაგვართმევს აუცილებლად. მეორე ნაწილი და ამაზე ალბათ შევჩერდებით მერე და დანარჩენი 3 არის, ეს ყველა კიდე დამატებით 5-ია და 3-ია და აღარ გადაგლით, იმიტომ რომ მინდოდა ბოლომდე გავსულიყავი, მაგრამ რთულია ეს ყველაფერი თქვენთვის ახლა ერთიანად მოსასმენა. და მეორე ნაწილი, ისე იგი მეორე ნაწილი ყველაზე მტკივნეული რაც არის, წეღან ვახსენეთ კიდეც, ესენი არიან ადამიანები. ადამიანები, რომლებიც ისე იგი მეგობრები გაქრებიან, აუცილებლად რაღაცა კავშირები გაწყდება შენი, წრე თითქმის განახლდება, შენი ურთიერთობების წრე და ამას თქვენ თვითონვე დამიდასტურებთ. მე კი არა, თქვენ თვითონვე დამიდასტურებთ ამას, რომ იმ ადამიანებს, რომელთანაც ურთიერთობდით, თითქმის უნდა საკუთარ თავს რაღაცა რომ საერთო გამონახო და რა თქმა უნდა ეძალაო, მაგრამ როდესაც შენ არ ახარ მყარი შენ სარწმუნოებაში, გეშინია, როდესაც მათთან მიდიხარ, ისევ იმ ძველ ადამიანს არ დაუბრუნდე და ძველ ვერსიას საკუთარი თავისა. ამ დროს ისე იგი, როდესაც ადამიანების მიტოვებულობას ნახავ, როდესაც უფალი მართლა გაგაცილებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზეციდან, მოკლედ როგორ გითხრათ, იცი, შენ ზეცისკენ მიგაგონება და ისინი გეკაჩებია, რომ არა აქ მოდი, ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ, შენ ზეცისკენ გინდა, ისინი ქვემოთ გეკაჩებიან და უფალი აუცილებლად, როდესაც თუ კი შენ ბრძოლისთვის მზად იქნები, ამ ადამიანებს შენი გვერდიდან და ამ ურთიერთობებს აუცილებლად მოგაცილებს, მაგრამ ადამიანს გრჩება ხოლმე განცდა იმისა, რომ მე ყველა მიმატოვა, მიტოვებულობას გძნობ ამ დროს ძალიან და ეს გზა არის, იცოდეთ. ეს მიტოვებულობა ის კი არ არის, სასჯელი კი არ არის, ეს აუცილებლად გასავლელი გზა. აბა გაიარე ეს გზა. აბა მიატოვე ის ადამიანები, აბა რომ იგატოვებენ ადამიანები იმის გამო, რომ ქრისტიანი ხარ, აბა გაუძელი ამას. ხორთული იქნება, მაგრამ აუცილებელია და გასაძლები არის. ამიტომ ისე იგი ვისაც არ ჯერა შენი შეცვლისა, ვისაც არ ჯერა შენი ფერისცვალებისა, ის ადამიანები მოკლედ რაღაცა არა ერთგვაროვანი იქნება მათი დამოკიდებულება შენდამე. ყოველთვის ეცდებიან უკან დაგაბრუნონ, ყოველთვის ეცდებიან რომ ისე იგი გული გაგიტეხონ, ყოველთვის ეცდებიან რომ გაგახსენონ წარსული, ყოველთვის ეცდებიან რომ ისევ ისე იგი რაღაცა ჯაჭვი გამოგაბან ისეთი, რომელიც უკან დაგხევს და გაყვედრებენ იმას, რომ შენ ეხლა გახდი წმინდანი, არ გახსოვს ამას აკეთებდი, იმას აკეთებდი. ამიტომ უფალი ამასაც ყველაფერს მოგაცილებს, ეს უნდა გაიარო ქრისტიანმა ადამიანმა, რომ თავისუფლება იგრძნო ამასთან დაკავშირებით. მარტოობა და მარტო დარჩენა, იცოდეთ, ეს ღვთისგან მოცემული დიდი წყალობა არის და არა სასჯელი. ჩვენ ეს განმარტოვების სურვილი ადრე გეუნებოდით მე და ეს უნდა გქონდეს აუცილებლად. შენ თვითონვე უნდა გინდოდეს, ოჯახის წევრებისგანაც კი, ყველა ადამიანების გვერდიდანაც კი განმარტოვება, იესოს ლოცვაში ყოფნა, ღმერთთან მხოლოდ და მხოლოდ ერთად ყოფნა, მარტო შენ და ღმერთი როდესაც ხარ, ეს აუცილებლად უნდა გინდოდეს ადამიანს. ამიტომ ეს სასჯელი არ არის. იცოდეთ, რომ დიდი საქმეები, და დიდი საქმე არის ადამიანის ქრისტიანად შობა, ყოველთვის ითხოვენ ძლიერ ადამიანებს და ძლიერი ადამიანები ესე არიბადებიან. ლაჩრობაში სიძლიერე არიბადება. აქ ადამიანი ვნებაზე, ცოდვაზე უარის თქმასო არ შეგიძლია. ასეთ ადამიანში, ძლიერი ადამიანების გარეშე მოკლედ დიდი საქმეები არ კეთდება. ამიტომ, როდესაც ჩვენ გამოვდივართ ხოლმე და პრეტენზიები გვაქვს, საქართველო ესე, საქართველო ისე, საქართველო უნდა გადავარჩინოთ. ადამიანო, რა თქმა უნდა, საქართველო გადასარჩენი გვაქვს, მაგრამ პარალელურად იქნებ გეფიქრა, რომ საკუთარი თავი გადასარჩენი. თვითონ ხარ, თვითონ ვისთანაც იბრძვი შენ, რომ საქართველო ვისგანაც უნდა გადაარჩინო, შენ ხარ თვითონ ის. შენ ხარ, შენგან არის გადასარჩენი შენი სამშობლო, იცი? შენგან არის, შენი განწყობებისგან.
შენი სურვილებისგან, შენი მთლიანად მოწყობისგან, შენი არსისგან, რაც კი გაგაჩნია, შენგან არის პირიქით დასაცავი საქართველო და პირველ რიგში და მერე დანარჩენისგან. ამიტომ ჯერ შენი თავისგან დაიცავი საქართველო, შენი მანკიერებებისგან, შენი ცოდვებისგან, შენი ვერცხლის მოყარეობისგან, შენი დიდების მოყარეობისგან, შენი ეგოიზმისა და ამპარტავნებისგან, შენი დიდების მოყარეობისგან, ამისგან დაიცავი, შურიანისგან, ბილწისგან, ნარკომანისგან, ლოთისგან, მემრუშესგან, აბორტების მკეთებელისგან, ამისგან დაიცავი, შენი თავისგან დაიცავი, ჯერ საქართველოს შენიდან დაიწყე საქართველოს გაწმენდა და გასუფთავება და მერე გადადი სხვაზეც. გადადი და დამიჯერე თუ კი ჩვენ აქედან დავიწყებთ ამ ყველაფერს და პარალელურად რა თქმა უნდა საქმესაც გავაკეთებთ, უფრო მეტად შეგვეწევა ღმერთი. რატომ არ გვეწევა ღმერთი? რატომ ხდება დაშვება ღმერთისა ჩვენს თავზე პირადად და მერე კიდე ჩვენს ქვეყანაზეც განსაცდელებისა? რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მთავარია, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, აი ამ გარშემო ჩვენი პიროვნულად გარშემო რაღაცებისგან ღმერთმა ჯერ პიროვნება უნდა გაგვანთავისუფლოს და მერე საქართველოს გაანთავისუფლებს და გააბრწყინებს. ჩვენ გვაქვს როგორ იცით საქართველო გაბრწყინდება და ჩვენ თვითონვე ისევ ესეთებად ვრჩებით. სამწუხაროდ ლოცვა არ გვინდა, მარხვა არ გვინდა. ანუ საბოლოო ჯამში მოღვაწეობა ადამიანს არ უნდა, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა არ უნდა, ვნებებთან ბრძოლა არ უნდა, ანუ არაფერთან სიამოვნებების მოკლება არ უნდა, ყველაფერი უნდა ამ წუთისოფლისგან და ამავე დროს თან უნდა ისიც რომ მის გარშემო ქრისტიანული იყოს ყველაფერი და მართლმადიდებლური იყოს ყველაფერი და ასე არ გამოდის და პირველ რიგში ამაზე უნდა დავფიქრდეთ თვითონ სასულიერო პირები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თვითკმაყოფილებაში ვართ, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა და პატიების მოხდა არ ვიცით, ერის წინაშე, სამრევლოს წინაშე, ჩვენ ხო ბევრი გვეშლება, ჩვენ ხო ბევრი შეგვეშალა თუნდაც იმის გამო რომ საჯაროდ ერთმანეთს, ისე იგი ისეთ რაღაცებზე ვსაუბრობთ, ისევ ლანძღავთ ერთმანეთს, ისეთ შეურაცხყოფას ვაყენებთ ერთმანეთს, იმაზე არ ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი ადამიანის მორწმუნე ადამიანის მყიფე და ჯერ კიდევ სარწმუნოებაში არ გამტკიცებულ გულებზე გადის. ჩვენ ამაზე პატიებასაც კი არ ვთხოვთ ერთს და პირდაპირ ისე იგი ისევ და ისევ ვაგრძელებთ ერთმანეთთან დაპირისპირებას. განა აი ამ მდგომარეობაში რომ წარსდგე, დღეს რომ გაგიყვანოს უფალმა და გარდაიცვალო, განა შენ ამითი წარსდგები ღვთის წინაშე, განა შენი სიტყვით და შენი საქმით დაბრკოლებული უამრავი ადამიანი იმით რომ 2 მღვდელი, 3, 4 ერთმანეთს საჯაროდ ლანძღავს, ერთმანეთს ანუ უდემთავრებს, სასულიერო პირებს ერთმანეთს როდესაც ასე ვექცევით, საჯაროდ განა ეს მოსანანიებელი არ არის, განა ამაზე უფლისთვის შენდობა არ არის სათქმელი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვინდა ვიბრძვით რაღაცეებისთვის, ვიბრძვით რაღაცეების გასანთავისუფლებად, რაღაცეების, მაგრამ საკუთარი თავისგან ვერ თავისუფლდებით და საკუთარი მანკიერი საკუთარი თავისგან არ ვანთავისუფლებთ ჩვენ სამშობლოს. ჩვენ სამშობლოს სჭირდება, აი რაზეც დღეს ვისაუბრეთ, აი ესეთი მართლა ღმერთ შედგომილი ადამიანები, ქრისტიანული სიღრმის მქონე ადამიანები ჭირდება აუცილებლად. ამიტომ ძლიერი კი ხდები, როდესაც ადამიანი მარტო რჩები საკუთარ თავთან და ღმერთთან. აიქ მითხარი როგორი ხარ შენ, აიქ მითხარი სინდისთან ერთად, საკუთარ ცოდვებთან ერთად, საკუთარ წარსულთან ერთად, მოუნანიებელ ცოდვებთან ერთად, აიქ როგორი ხარ ეგ მითხარი და ის ახარ სინამდვილეში შენ და არა ის, ვინც მერე გარეთ გამოდის და თითქოს ბრძოლობს. ის ხარ სინამდვილეში, იმიტომ რომ ლაჩარი ვერასოდეს ბრძოლას ვერ მოიგებს. ლაჩარია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლას ვერ იგებს და გამოდის და გარეთ უნდა რომ იბრძოლოს. ლაჩარია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში მანკიერებას, ცოდვას შინაგანად მონა არის ადამიანი და თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს ხო ნონსენსია ხალხო. და ამიტომ ჩვენ ცოდვას, უსჯულოებას, დამონებულები გამოვდივარ და გარეთ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ამიტომაც შედეგი არ გვაქვს, შედეგი ნაკლები გვაქვს. და აი ზუსტად ეს არის, ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი.
ჩვენ ვერ პოულობთ ერთმანეთს. რატო ვერ პოულობთ იცით ერთმანეთს? იმიტომ რომ მე და შენ ვიპოვით ერთმანეთს მაშინ, როდესაც შენს გაგანთავისუფლებს ღმერთი იმ რაზეც დღეს ვილაპარაკეთ, ადამიანებისგან, შენი ცოდვებისგან, მანკიერებებისგან, როდესაც უფალი შენს ძველი ვერსიისგან რო გაგანთავისუფლებს და რომ მოინდომებ ამას შენ, რომ ქრისტესთან სიღრმეში ჩახვიდე, ამ სიღრმეს მეც თუ მოვინდომებ, იქ შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს. რატო ვერ ხვდებით ერთმანეთს? რატო ვერ უგებთ ერთმანეთს? რატო ვერ უგებთ სამღვდელოება ერთმანეთს? რატო ვერ უგებთ მრევლი ერთმანეთს? რატო ვარ დაგსაქსულები ეს? იმიტომ რომ ჩვენი ქრისტეები გვყავს ყველას, ჩვენი ღმერთები გვყავს ყველას, ჩვენ მას ვისთან ერთადაც კომფორტულად გრძნობთ თავს. არადა ეს ნამდვილი ღმერთები კი არ არის, ეს ქრისტე კი არ არის, ვინც ცდილობს რომ ჩვენს გულში იშვეს, არამედ ეს არის ჩვენი ილუზიები და ეს არის ჩვენი მითები შექმნილი საკუთარ თავზე, ღმერთზე და ჩვენ მასთან ყოფნაზე და მის ჩვენთან ყოფნაზე. ამიტომაც დაგსაქსულები ვართ ყველანი. და თუ კი ჩვენ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, აი ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, თუ კი ჩვენ ქრისტეში არ გავძლიერდებით, მაშინ ჩვენ ვერ ვიპოვით ვერასოდეს ერთმანეთს. ვერასოდეს ვერ ვიპოვით ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ცალ-ცალკე და ვიქნებით ყოველთვის აუცილებლად დაგსაქსულები. ღმერთმა ძალა მოგცეს ამის ბოლო ნაწილი ამით დავასრულებ. ღმერთი საოცარი არის და საბოლოო ჯამში განთავისუფლებს ადამიანს შენი ყველაზე ძლიერი შიშებისგან. ჩვენ ძალიან შიშერები ვართ. ქრისტიანობაში ისე შეიძლება ადამიანი იქ სადღაც იდგეს და ვინმე რამე უთხრას, მუსკულატურა ალბათ გაგვაჩნია ჯერ კიდევ. მოგლეთ ეს რაღაც ამბიციურობა გაგვაჩნია, ამპარტავნება გაგვაჩნია. ანუ ჩვენ ჯიბრი გაგვაჩნია ისეთი როგორც არავის. სურო ძალა არ მქონდეს ჯიბრით გავაკეთებ რაღაცას. ვიღაცა რომ ეტყვის ამას ვერ იზამო, მაინც ჯიბრით გავაკეთებ ამას. ჯიბრიანები ვართ, შურიანები ვართ და როიცოდეთ ეს ყველაფერი ძალა, ოღონდ ბოროტის ძალა. და ადამიანი მთავარია რა ძალით მოქმედებ. იმიტომ რომ ძალას ბოროტიც აძლევს ადამიანს. ამიტომ საღვთო ძალა სულ სხვა ძალა არის. და ამიტომ ადამიანი გახსოვთ მულტფილმი რო არის, აბა გაიხსენეთ ის მულტფილმი, ანუ წრუწუნა რო არის, რომელსაც კატისა ეშინია. ხან ჯადოქარი, ხან ლომად გადააქცევს, ხან ვეფხვად გადაარჩევს, მაგრამ რა სიძახის დასკვნა რა არის მულტფილმისა? ვეფხვში, რომელშიც წრუწუნას გული არის, მას მუდმივად შიში ექნება კატისა. აი ასეთი დამოკიდებულება, აი ესეთ მდგომარეობაში ვარ ჩვენ. გარეგნულად ვეფხვები და ლომები ვართ, მაგრამ შინაგანად ქრისტიანები, როგორც ქრისტიანები ძალიან მხდალები და ძალიან შიშრები ვართ. ყველაფერს სერიოზულად უდგება ადამიანი, თავს დააკლავს ერთი ლუკმა პურისათვის ყველაფერს, თავს დააკლავს მცირე კომფორტისათვის ყველაფერს, თავს დააკლავს სიცოცხლეს გაწირავს ადამიანი, ოღონდ მცირე კომფორტი კონდეს, მაგრამ ერთი ცოდვის გამო, შინაგანი თავისუფლების გამო, ქრისტესათვის ხშირად ადამიანი ნაბიჯს არ გადადგავს და არანაირ ბრძოლაში არ შევა, მაგრამ თუ კი ვინმე შევა ამ ბრძოლაში, მაშინ უფალი ან თავისუფლებს მას შიშებისაგან. ჩვენ გვაქვს საშინელი შიშები სიღარიბისა, ჩვენ გვაქვს საშინელი შიშები მარტოდ დარჩენისა, ანუ გახსოვთ ის რო იძახის დოჩანაშვილი იძახის, ხო, დაძინების წინ ყველა მიცი, ყველა ადამიანმა იცის საკუთარი თავი, მარტო დარჩენისა, მიტოვებულობისა, ესეთი რო გავხდე მერე ჩემთან ის აღარ იმეგობრებს, ესეთი რო გავხდე მარტო დავრჩები, ანუ გვაქვს უფულობისა და სიღარიბის შიში, გვაქვს ისე იგი მარტო დარჩენის შიში, გვაქვს შიში რომ სახელი არ დაგვეკარგოს, ნახეთ როგორი შიში გვაქვს, ვაიმე ვინმე რამე არ გაიგოს, ვაიმე ახლა ეს ცოდვა ვინმე არ გაიგოს, იმიტომ რომ გარეგნულად ხო ძალიან კარგები ვართ, გარეგნულად ხო ძალიან ახოვანები ვართ, არა და ვინმე მოღონდაც ეს ცოდვა არ გაიგოს, თვალთმაქცები ვართ და შინაგანად ვართ საშინელად შიშარი ადამიანები. ამიტომ ღმერთი, როდესაც ამ შიშებს წაიღებს, ის რას აკეთებს, იცით? იმას კი არ აკეთებს, რომ შიშებს მოგაცილებს. აი
ადამიანი ზუსტად აი ამ შიშებში გაყავს. აი ქრისტიანი ადამიანი ვინ არის? აი შიშებში უნდა გაგატაროთ ზუსტად. ჩვენ კი გაურბივართ იმისი დისკომფორტს, ანუ ის არ მინდა, ეს არ მინდა, ეს არ მსიამოვნებს, ის არ მსიამოვნებს, გაჩუმდით ის იმან ილაპარაკოს, მე რო კარგად და კომფორტულად ვიგრძნო თავი, მაგრამ უფალი გეუბნება, თუ შენ ქრისტიანი გინდა იყო, მე შენ გაგატარებ აი ამ შიშებში. იმ შიშებში, რისიც შენ პანიკურად გეშინია. ეხლა რაც მე ჩამოვთვალე, ეს ჩემი აზრია. ჩემი აზრია ეს და დანარჩენი თქვენ დაამატეთ ყველაზე მეტად რისი შიში გაქვთ და ის შიშის გამო თქვენ ღმერთის ნდობა არ გაგაჩნიათ. ამიტომ უფალი აი ამ შიშებში გაატარებს ადამიანს და კი არა აცილებს აი ამ შიშებს. ეს არ არის დაუნდობლობა ღმერთისაგან, ეს არის ჩვენი გაწვრთნა. რა საოცარია ეს წვრთნა, ოდესაც გეშინია რამისა, სიკვდილისა რო გეშინია, ავად რო გახდი, ფეხზე რო ვერ დგები, რაღაცა მოვიდა თითქოს ვაიმე ვკარგავ, იმას ვკარგავ, ამას ვკარგავ და უფალს გაყავ ხარ აი ამ შიშებში, აბა გაუძელი, აბა მოკლედ ისე იგი რაღაცა ახოვანე, გწვრთნის ღმერთი, გწვრთნის რომ მან დიდი საქმეზე უნდა დაგაყენოს, მან ქრისტიანობა უნდა გაქადაგოს შენ, მან ქრისტიანობა უნდა შენით ქრისტე მისი სახე უნდა გამოცხადდეს საზოგადოებაში და ადამიანებში და ჩვენ კიდე მოკლედ თავისთავად სიმაღლე, ანუ ისე იგი არ სიმხდალეს ვიჩენთ. მაღალი სიმაღლეები ისე იგი ითხოვენ ადამიანისგან აუცილებლად უშიშრებას. სიმაღლეზე რო ახვიდი ადამიანი შიშა რა ადამიანი მაღლა ვერავა. ამიტომ ადამიანი უნდა ადიოდეს ის სიმაღლეზე, ვინც შიში დაამარცხა. ამიტომ ღმერთი ანუ იმას კი არ იზავს, რომ სიმაღლეზე არ აგიყვანს, სიმაღლეზე აგიყვანს, რომ შიში დაამარცხო ადამიანმა. ამიტომ სულიერ სიმაღლეზე ასვლა უნდა ვისწავლოთ ჩვენ და სანამ გეშინია, შენ მზად არ ახარ. სანამ ადამიანში შიში არის, ადამიანი თავისთავად მზად არ არის. რომ მიხვდე შენ გაცილებით ამით ხვდები, რომ ადამიანი გაცილებით ძლიერი ხარ, როდესაც ღმერთთან ხარ და ნებისმიერი შიშის დაძლევა შეგიძლია. მე დაიცოდეთ შემდეგი ეტაპები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას. მე ყოველთვის მithქვამს და დღესაც ვიმეორებ, დასერიოზულდით მართლა სარწმუნოებასთან, დავსერიოზულდეთ ქრისტიანობასთან. ერი თუ ბერი, არ შეიძლება ასე ცხოვრება უბრალოდ. არ შეიძლება ასეთ ისე იგი მიჯაჭულობაზე ამ წუთის სოფელთან, კეკლუცობაზე ამ წუთის სოფელთან, სიამეთ მოყარეობაზე ამ წუთის სოფელთან, ისე იგი სასახლეებში ცხოვრებაში ამ წუთის სოფელში და შემდეგ თავისუფლებაზე ლაპარაკი და ქრისტიანობაზე ლაპარაკი. რაღაცნაირად მოკლედ შეუდგეთ საკუთარ თავს, რაღაცნაირად მოვუწოდოთ საკუთარ თავს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოთ, ჩვენ ქართული ადამიანის მენტალიტეტი სხვა არის. მას სიმდაბლით შეიძლება რა მიასწავლო და არა თავში რტყმით. მას შეიძლება დაანახოს სიმდაბლე, რომ შენ ხარ მდაბალი და ისიც გახდება მერე მდაბალი. არ შეიძლება ადამიანს ზემოდან უყურებდე და ზემოდან ესაუბრებოდე. არ შეიძლება სასახლეებიდან იყურებოდე ქრისტიანი ადამიანი და არ ჩადიოდე გლახაკ ადამიანებთან. მათი ცხოვრებით არ ცხოვრობდე, არ მიდიოდე და მათ ყოველდღიურობაში არ განიცდიდე თუნდაც მათ შიმშილსა და ტკივილს. ეს ილუზია, რამდენიც არ გინდა იქადაგე ადამიანმა, რამდენიც არ გინდა შემდეგ ადამიანმა სიღრმეებში ჩადი რაღაცა სარწმუნოებისა, თუ კი შენ აი დღეს რაც ვილაპარაკე, ამისთვის მზად არ ახარ და თუ კი შენ შიშარა ხარ ადამიანი, გეშინია უფულობისა, გეშინია და მოკლედ ყველაფერს აკეთებ, ოღონდაც ეს კომფორტი არ მოგშორდეს ადამიანს, ხო? მაშინ ადამიანი ვერასოდეს შედეგს ვერ მიაღწევ და ამიტომაც წუთისოფელი გვაცლის და გვაცლის ადამიანებს ეკლესიიდან, გვაცლის და გვაცლის ახალგაზრდებს ეკლესიიდან, იმიტომ რომ მათ სხვა რამე სურთ, ისინი უფრო ღრმაძიებაში არიან, ქრისტეს ეძებენ, ქრისტეს სიტყვას კითხულობენ, ანუ ცდილობენ რომ აი ამ სიღრმეებს ჩაწვნენ და აქეთ კიდე ხედავენ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ მითებში, საკუთარ წარმოდგენებში, ილუზიებში ცხოვრობენ და მოკლედ ამის წარმოჩენა უნდათ ნამდვილ ქრისტიანობა და ამის წარმოჩენა უნდათ ნამდვილ მართლმადიდებლურ სწავლებად და მართლმადიდებლურ ცხოვრებად. ღმერთმა
მოგცეს ამისი ძალა ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო შენდობას ვთხოვთ ყველას ჩემი ასეთი სიტყვისთვის შეიძლება მართლა არ ჩემი ანუ როდესაც საუბრობ ხოლმე ამ საკითხებზე ჯერ პირველ რიგში ჩემ თავზე საუბრობ და ჩემ თავს უბრაზდები იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემ შინაგანში მიმდინარე პროცესი არის და ანუ ამაზე უბრაზდები ხოლმე საკუთარ თავს და ამიტომაც ყველა ჩვენთაგანმა ამისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები მართლა თუ ქრისტიანობა გვინდა და მართლა ერი თუ გვინდა რომ გაქრისტიანდეს თორე დანარჩენი ახლა ბოდიშს გიხდით მაგრამ ისე იგი მიცვალებულს რამდენიც არ გინდა იმ რაღაცა წაუსვი რაღაცები ნუ მოკლედ მკვდარს ვერ გააცოცხლებს ის რაც არ უნდა წითელი ლოყები აუწითლო და წითლად წარმოაჩინო ის მიცვალებულია და გვამია და მასში სიცოცხლე არ არსებობს ამიტომ რაც არ უნდა გარეგნულად შევფუთოთ ახლა ჩვენ რომ ძალიან კარგები ვარ და ძალიან ესა და იმას ვაკეთებთ ამას ვაკეთებთ იქ წავედით აქ წავედით იმას დავეხმარეთ ამას დავეხმარეთ მოურჩეთ ამაზე უბრალოდ ხო პირველ რიგში რაზეც ვისაუბრეთ ამას მივხედოთ რა საკუთარი თავისგან გადაარჩინეთ ჯერ თქვენი თავი მერე თქვენი ოჯახები მერე თქვენი სოფლები მერე თქვენი ქალაქები და მერე ჩვენი ქვეყანა ყველამ საკუთარი არასწორი საკუთარი თავისგან დავიცვათ ქურდი რო ხარ ადამიანი მიმთვისებელი რო ხარ ადამიანი მრუში რო ხარ ადამიანი და ასე შემდეგ ისე იგი სხვის უბედურებაზე რო აწყობ საკუთარ ბედნიერებას კარგით რა მერე რაც გინდა აკეთე ადამიანმა ფასადურად გარედან ვითომ რაღაცას მოკლედ აკეთებ ხო აქ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენზე არის საუბარი და მერე დანარჩენი ყველა ადამიანს ღმერთმა ძალა მოგცეს ჩემო მეგობრებო ამ ყოველივესი რაზეც ვისაუბრეთ და შენდობას ვთხოვთ ყველას და ქრისტეს შობის მადლმა დაიფაროს ჩვენი გულები და ჩვენი სამშობლო ამინ დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთო